მდგომარეობა, ტრადიციები, ცხოვრების წესი, საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული უნიკალური მასალები, თითოეული დოკუმენტი თურქეთის სხვადასხვა არქივში საგანგებოდ არის დაცული და უკვე გაციფრულებულიც. ეს უმდიდრესი არქივი ამის ერთადერთი წყაროა იმ პერიოდის ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის შესასწავლად, თუმცა ეს მასალები ქართველი მკვლევარებისთვის 21 საუკუნემდე მიუწვდომელი იყო. და როგორც კი საშუალება გაჩნდა, ეს მისია ბესეუს ქართველოლოგიის ცენტრმა აიღო და 10 წელზე მეტია ერთმანეთის მოყოლებით უნიკალური მონოგრაფიები გამოიცა. შავშეთი ტაო, კლარჯეთი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვლევებით შუა საუკუნეების საქართველოს გამოტოვებული ისტორია ივსება. ოსმალურ არქივებში დაცული დავთრების გაშიფრვით და სხვა არსებულ წყაროებთან შედარებით, ბევრი საინტერესო ამბავი დადგინდა და ბევრი არსებული ისტორიაც გაბაცილდა. სპერი არის ახალი მონოგრაფია, რომელიც ბოლო კვლევებში შევა. მოკლედ, სტუმრებთან ერთად უნდა განვაგრძოთ საუბარი ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარები არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები, თუმცა მანამდე ვნახოთ ვიდეო სტამბულიდან. ქართველი მკვლევრები სტამბოლში სამეცნიერო ვიზიტების რაოდენობა წლებს ითვლის. თურქეთის არქივებში დაცული ხელნაწერი დოკუმენტები საქართველოს შესახებ. ამ ძირითადი პროექტის ფარგლებში ამჯერად ისინი საეკლესიო დავთრებსა და მოსახლეობის აღწერის დოკუმენტებს იკვლევენ. ასეთი კი ოსმალურ არქივში ათასობითაა. მთავარი სირთულე შუა საუკუნეების პერიოდით დათარიღებული ბიუროკრატიული სისტემის პირობებში შეგროვებული მასალის დახარისხება და მასში მნიშვნელოვანი წყაროების გამოკვეთაა. 1998 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი არქივში სამუშაოდ, მაშინ არქივი იყო ამ დღევანდელი სასტუმროს შენობის ადგილზე. ძირითადად ინახებოდა ყველა სპონტანურად იყო შეღრილი საწყობებში და მიდიოდა პერიოდულად მათი დამუშავება და კატალოგიზაცია. აი მაშინ ნახე პირველად როგორ მიდიოდა გაძველებული წაშლილი დოკუმენტების ტექნიკური დამუშავება. სამეცნიერო ექსპედიციები თურქეთში პოსტსაბჭოთა პერიოდში იწყება. უფრო მეტად კი 2000-იან წლებში აქტიურდება, როცა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის კვლევას იწყებენ. ქართულ წყაროებზე მომუშავე ჯგუფმა დაახლოებით 70,000 ხელნაწერი დოკუმენტი გადაიღო და ნაწილი დაამუშავა. გამოიცა რამდენიმე რეზუმირებული კატალოგი. სტამბოლის ოსმალურ არქივში ამჟამად 2 ქართველი პროფესორი მუშაობს, ბათუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. სულ პირველი რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა ძალიან საინტერესო 1574 წლით დათარიღებული აჭარისწყლის ხეობის აღწერის დავთარი, საგადასახადო მიზნით შედგენილი. დგინდება მოსახლეობის რაოდენობა გარკვეულწილად მიახლოებით, მათი ეთნიკური სურათი ჩანს, რომ ჯერ კიდევ ისლამს არ აქვს ფეხი მოკიდებული. ერთ-ერთი საინტერესო გადასახადია სხვათა შორის მღვდელზე დაწესებული გადასახადი. კომლობრივად იხდიდნენ იმისთვის, რომ მღვდელს ჩაეტარებინა, თქვათ ეს რელიგიური რიტუალები, წირვალოცვა იქნებოდა, ქრისტერა იქნებოდა თუ თქვათ მიცვალებულის გაპატიოსნება ეს. რატომ და განსაკუთრებით რა არის საინტერესო ქართული ისტორიოგრაფიისთვის? როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს საგადასახადო მიზნებისთვის შედგენილი დოკუმენტები, რითაც ზუსტდება ისტორიული თარიღები და ასევე ირკვევა კონკრეტულ პერიოდში, როგორი მდგომარეობა იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ეთნიკური, რელიგიური, დემოგრაფიული თუ პოლიტიკური სისტემების კუთხით. აჭახლის ხეობის შესახებ ნახეთ ერთი დოკუმენტი და გაშიფრულია მთელი დოკუმენტი ერთი სიტყვის გარდა, მაგრამ ეს ერთი სიტყვა შეიძლება უარყოფით კონტექსტში აქცევდეს მთელს ტექსტს, ან დადებითში, ხო, შეიძლება თქვათ მაინც საეჭვოდ ტოვებს მთელს შინაარსს და ვერანაირად ვერ ავხსენეთ, ვერც კოლეგებმა მაგვიშველეს, ვერც ვერაფერი და ეს ჩაბეჭდილი იყო სურათივით ეს სიტყვა და უცბად სადაც მივდიოდი და გამახსენდა, რომ აზნაური უნდა ყოფილიყო და ეხლა რაღაცა ემოციებთანაც არის დაკავშირებული, რომ აი რაღაცა ამოხსენე. აქ არის სხვათა შორის აი გადასახადები და რაზე არის დაწესებული გადასახადები, ხო? წავიკითხეთ, არის სიმინძე მაგალითად, ხორბალზე არის სხვადასხვა გადასახადები, მაგრამ ერთი ვერანაირად ვერ ამოვიკითხეთ უნივერსიტეტში კოლეგებთან საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ ლექსიკონში ვნახეთ, რომ ძველ ქართულად ხომი არის ფასტა. აქ არის გაფორმებული როგორც ფასტა და კულტურა როგორც ესეთი ღომი თურქეთში არ არსებობს და ეს ტერმინიც არ არსებობს და
რომ აღწერეს და იქ გადასახადებით დაბეგრეს, იქ ადგილობრივი ტერმინი გაჩნდა. წყაროების მიხედვით ჩანს, რომ 1547 წელს ცნობილი ქართლის ცხოვრების და ვახუშტისაც საქართველოს წყაროებშიც არის ეს ფაქტი გამოცემული, რომ ოსმალების შემოვიდნენ თავს დაესხნენ გურიელს, გურიელმა ბათუმშიო ციხის მშენებლობა დაიწყესო და გურიელმა მოახერხა მათი ჭოროხს გაღმა განდევნა, გემები არ ნავები არ და ვეღარ დაედევნა და გამაგდნენ გონიოში და მე მთელი დინამიკაში წყაროების განხილვა გვაძლევს იმის დადგენის საშუალებას, რომ მთელი დიდი ხნის განმავლობაში ქართულ მაშინდელ გურიელსა და იმერეთის სამეფოს და ოსმალეთს შორის საზღვარი გადიოდა მდინარე ჭოროხზე. დამპყრობელთა გადასახადები კი ოსმალეთის იმპერიაში უამრავი იყო. ქართველები იხდიდნენ თანხას, რომ ჰყოლოდათ მღვდელი, ჩაეტარებინათ რელიგიური რიტუალები. ყველა დეტალის დაზუსტება შუა საუკუნეების ხელნაწერ საბუთებში უხდებათ. სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტი განსხვავებული ლექსიკითა და ფონეტიკითაა შედგენილი. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობის დოკუმენტები, რომელიც დაკავშირებულია შუა საუკუნეების საქართველოსთან. ეს ფაქტობრივად აი ამ დოკუმენტებით, ამ მუქი მეტალქრებით და კიდევ ხატი ხუმაიუნებით ივსება საქართველოს შუა საუკუნეების, გვიანდელი შუა საუკუნეების ისტორია. რუსთაველის ფონდის დაფინანსებით უკვე 10 წელია ამ არქივში მუშაობთ და სახელმწიფო გვაფინანსებს და ძალიან ხელს გვიწყობს. გავაკეთეთ ისეთი პროექტი, როგორც იყო ოსმალური არქივის კატალოგი საქართველოს შესახებ, სულ 33 ფონდია და დაახლოებით 500-ზე მეტი ქვეფონდია და აქედან დავამუშავეთ 7 ფონდი. გამოვეცით პირველი ტომის 2 წიგნი და დღეს უკვე მუშაობთ, ამჯერად მუშაობთ მეორე ტომზე, დავთრების საფუძველზე მაგალითად დადგინდა, არის ხოლმე კამათი თურქ და ქართველ მეცნიერებს შორის, თუ მაგალითად თუ როდის მოხდა საქართველოს დაპყრობა. იყო ეს ერთ-ერთი ესეთი პერიოდი 1535-45 წლის პერიოდი, სადაც თურქები ამტკიცებდნენ, რომ თურქი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ამ პერიოდში მაგალითად საქართველოს გარკვეული ტერიტორიები შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა მათივე დოკუმენტებით მტკიცდება ის, რომ არათუ არ შედიოდა, არამედ ქართველები იბრძოდნენ და მაგალითად იგივე იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე 10 წლის განმავლობაში ფლობდა ამ ახალციხესა და საქართველოს სამხრეთ რეგიონს, დღევანდელ დაოკლარჯეთის რეგიონს. იგივე თურქული დოკუმენტებით მინდა გითხრათ, რომ მტკიცდება ის, რომ ისევ თურქი მეცნიერების ზოგიერთი ტენდენციური თურქი მეცნიერის ვარაუდით, რომ აი კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ახლა აია სოფიასთან მდგევართ, ანუ 1453 წლის შემდეგ მაგალითად იგივე სოხუმი უკვე ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. ესეც იგივე თურქული დოკუმენტებით და ვახუშტი ბატონიშვილის ქართლის ცხოვრებით მტკიცდება, რომ ეს არასწორი ინფორმაცია. ისტორიულ წყაროებში, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში იწვევებოდა, მეტი სანდოობა დოკუმენტურ მასალას აქვს. ანუ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად მონაცემების შეგროვებას ეხება. ასეთია მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, საეკლესიო დავთრები, თუმცა სპეციალისტების თქმით, აქაც სირთულეა ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ მასალის იდენტიფიცირება. ქართული ისტორიოგრაფიის საინტერესო დოკუმენტაცია კი ინახება საბერძნეთშიც, ეგვიპტესა და ბულგარეთშიც. არის ისეთი ტიპის გადასახადები, რომლებსაც იხდიან არამუსლიმები. ანუ მუსლიმები სხვა ტიპის გადასახადს იხდიან, არამუსლიმები უფრო განსხვავებულს და ამის შეჯერება, როდესაც ხდება, უკვე დგინდება, ვთქვათ, ვინ იყო ისლამის მიმდევარი და ვინ არ იყო. აი, თუნდაც ჩემი ნახსენები აჭარისწყლის აღწერაში 1574 წლის აღწერა მოგახსენეთ მანამდე, რომ 62 წელს გადავიდა აჭარა ოსმალთა მმართველობაში, ხო, სადღაც 10 წელიც არ არის გასული. აი, იმ აღწერაში ანალიზის, როდესაც ვაკეთებთ, ფაქტობრივად 100% მოსახლეობისა არის ქრისტიანული. არ ვიცით უბრალოდ რამდენი კაცი წავიდა მუხაჯირობის დროს. ამის სტატისტიკა არ არსებობს, კი, რაღაცა პრესა იყო მაშინდელი თურქული სტატისტიკაც ძალიან გაბნეულია, ვთქვათ, ვინსად დაასახლეს, ამის შეკრება ფაქტობრივად ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ აი ეს წინარე აღწერა
ფაქტობრივად გვაძლევს იმის სურათის აღდგენის საშუალებას, თუ სად რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა კონკრეტულად და შემდეგ უკვე მოყვება რუსული აღწერები, აი ამათი შედარება გვაძლევს საშუალებას რამდენად აი როგორი დემოგრაფიული ცვლილება განიცადა ვთქვათ რეგიონმა. ოსმალური ხელნაწერი ძეგლები ქართული ეკლესია მონასტრების შესახებ. ეს ახლა განხორციელების მომენტში ეს ისე რა ქვია პროექტი და ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ რომ ბევრს აღმოვაჩენთ დოკუმენტს. თუმცა ამ გარკვეული მუშაობის შედეგად ჩვენ ვნახეთ საკმაოდ ბევრი დოკუმენტი იერუსალიმის ქართული სიწმინდეების შესახებ, სტამბოლის კათოლიკური ქართული მონასტრის შესახებ, რამოდენიმე დოკუმენტი ჯერჯერობით, რამოდენიმე გულდაწყვეტით ვამბობ ამას, იმიტომ რომ მაინც იმედი მქონდა, რომ აი ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე ვნახავდით ბევრ რაღაცას. ოსმალურ დოკუმენტებში ძებნა ძალიან ძნელია თავისი ტოპონიმიკის განსაზღვრა, თუ ქართულს არ არის მიკუთვნეული. ეს რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებს. სხვა ვითარება წმინდა მიწაზე იერუსალიმში ქართულ მონასტრების შესახებ, იმიტომ რომ ცალკე ტომათა აქვს გამოყოფილი ეს ის და უფრო ადვილია აი აქ კვლევა და იქ პირდაპირ ამბობენ კიდევაც რომ ქართულია, იმიტომ რომ ქართული მრევლი მაგალითად ითხოვს თავისუფლებებს, მეფეები ითხოვენ თავისუფლებებს, მრევლს ეხმარებიან. სტამბოლის არქივში დოკუმენტაცია წლების წინ გაციფრულდა, ამიტომაც კვლევითმა სამუშაომ ორიგინალი დოკუმენტების საცავიდან პირდაპირ კომპიუტერულ კაბინეტებში გადაინაცვლა. ელექტრონულად გრძელდება დოკუმენტების გაშიფრვაც. ძველი არაბული ანბანით, სპეციფიკური დამწერლობით შედგენილი სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტაცია დამუშავების შემდეგ თავს იყრის სამეცნიერო ნაშრომებში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრმა ამ და სხვა სამეცნიერო ექსპედიციების შემდეგ გამოსცა კომპლექსური მონოგრაფიები შავშეთი, კლარჯეთი, ტაო. ამათგან კლარჯეთს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემია მიენიჭა როგორც საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომს. ენათმეცნიერებისა და ისტორიკოსების ჯგუფი ამჯერად ტაო-კლარჯეთის ისტორიული მხარის შესახებ კიდევ ერთი კვლევის გამოსაცემად ემზადებიან. სპერი რიგით მეოთხე მონოგრაფია იქნება, რომელშიც სტამბოლის არქივებიდან გაშიფრული დოკუმენტებიც შევა. ბათუმისა და მისი შემოგარენის აღწერის დოკუმენტებზე დაყრდნობით კი რეზუმირებული კატალოგი მზადდება. პროფესორი მამია ფაღავა, ბესეოს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა შეშიკაძე, ისტორიკოსი და ბოლო კვლევების ერთ-ერთი ავტორი არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. დიდი მადლობა. ესეთი მონაგარით მოხვედით ჩვენ სტუდიაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც გაკეთდა ქართველოლოგიის ცენტრში და ბოლო კვლევა მიჭირავს ხელში, მაყურებელს ვაჩვენებ. საამაყო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონ მამია, თქვენგან უნდა დავიწყო. იმიტომ რომ ქართველოლოგიის ცენტრის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაუდებელი საქმე გასწიეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. რამდენად მნიშვნელოვანი არის ის ნაშრომები, რაც ახლა ჩვენ გვიდევს მაგიდაზე, ქართველი ისტორიკოსების შესადარებლად ანალიზის გასაკეთებლად და აქვე კითხვა მინდა რომ დავსვა. იძლევა თუ არა ეს კვლევები და არსებული მოცემულობა საშუალებას რომ გადაიხედოს რაღაც არსებული ისტორიის ნაწილი, რაც გვაქვს ჩვენ აქამდე. რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევების მთავარი მიზანი იყო თურქეთის ქვეყანაში მოქცეული ქართული პროვინციების კვლევა. ქართველოლოგიის ცენტრის უპირველეს ამოცანად ეს იქნა ჩამოყალიბებული. ისტორიული შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ისტორიული ლაზეთი, მოაჯირთა დასახლებები თურქეთის შიგა პროვინციებში, მაგრამ კვლევებმა გვაჩვენა ერთი რამ, საინტერესო რამ, რომ აი ამ ქვეყნებს, ეგრეთ წოდებულ ქვეყნებს, ძველ ქართულ ქვეყნებს ებმის აჭარაც და ერთად იქნება ჭოროხის აუზის 4 თუ 5 ქვეყანა. რომელიც ხასიათდება, ეს არის ერთიანი კულტურული სივრცე, ხასიათდება ბევრი საერთო ნიშანთვისებებით, არის მათ შორის განსხვავებებიც. ახლა ჩვენ რამოდენიმე პროგრამა განვახორციელებთ, ეტაპობრივად ვახორციელებთ. ახლა დავიწყეთ შავშეთის, შემდეგ კლარჯეთით გაგრძელდა, შემდეგ ტაო დავამთავრეთ და აი ამჟამად უკვე ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, რუსთაველის ფონდმა დაგვიფინანსა გრანტი, საგრანტო პროექტი სპერი და ვიწყებთ სპერზე მუშაობას.
ახლა კლარჯეთის საუკეთესო მონოგრაფია ავაღიარეთ. კლარჯეთი აღიარეს, ხო, აღიარეს, მაგრამ მე თუ მკითხავ არც სხვა არის იმაზე ნაკლები, მაგრამ ნუ კლარჯეთი გამოირჩა და დიდი მადლობელი ვართ ამისთვის. ახლა თქვენ გძანეთ რომ რა სიახლის შემცველი იყო და რა იმის გადახალისება თუ მოხდა. აი სხვა ყველაფერი დავანებოთ თავი გარდა იმისა რომ აი ისტორიკოსებმა სრულიად ახალი მასალები შემოიტანეს მიმოქცევაში და ბატონი ზაზა თავის სიტყვაში იტყვის მაგას და სრულიად ახალი კუთხით დაგვანახეს აი ჭოროხის აუზი, ჭოროხის ქვეყნები, მათი სოციალური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკური ვითარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან სიახლის შემცველია ძალიან ბევრი ეს მასალები. ენათმეცნიერებმა, ქართულ ენათმეცნიერებას შევთავაზეთ 3 ახალი დიალექტი. ხომ? თუ აქამდე, ჩვენამდე იცოდნენ რომ არსებობდა თურქეთის საქართველოში იმერხეული დიალექტი და ეს იმერხეული დიალექტიც წარმოდგენილი იყო იმ მცირეოდენი ჩანაწერებით, რაც ნიკო მარმა დაგვიტოვა, ეს იყო კლარჯეთისა და შავშური მეტყველების რაღაც ნიმუშები სულ 9 გვერდი, აი შევთავაზეთ ქართულ ენათმეცნიერებას, რომ თურმე თურქეთში არის კლარჯული დიალექტი, შავშური დიალექტი, ტაოური დიალექტი. ჩვენ და სამწუხაროდ არა გვაქვს სპერული დიალექტი. აი სპერელებმა მთლიანად დაივიწყეს ქართული ენა და აი სპერულ დიალექტზე ვერ საუბრობთ. ასევე ფოლკლორის თვალსაზრისით ძალიან ბევრი სიახლე შემოვიტანეთ. აი ყველაფერს თავი დავანებოთ, საკმარისია ქალბატონი თინა შიოშვილის სამტომეულის დასახელება. ისა ისტორიული სამხრეთ საქართველოს ფოლკლორი ასეთი საერთო სათაურის ქვეშ გამოაქვეყნა, შავშური ფოლკლორი, კლარჯული ფოლკლორი და ტაოური ფოლკლორი. აღარაფერს ვამბობ ასეულობით სტატიაზე, აღარაფერს ვამბობ ეთნოგრაფიაზე, ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიული კვლევები გვაქვს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბატონ ზაზა, დღეს ჩვენი განაცემის სათაურს ესე დავარქვით, რომ რა წერია თურქულ არქივებში ბათუმის შესახებ. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ბოლო კვლევები, რაზეც თქვენ მუშაობდით, იყო ძალიან საინტერესო მონაცემები ბათუმის შესახებ, რომელიც წარმოგვადგენინებს რა ხდებოდა მაშინ იმ ბათუმს არ ვიტყოდით ცალკე აჭარას, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა. აი აჭარას საქართველოზე, ხო. თქვენს წინ ორი ოსმალური დავთარი ბათუმის შესახებ, აი ამ დავთარშიც ამაზე წერია. გვითხარით, აი რა ხდებოდა? სანამ კონკრეტულად ბათუმზე გადავიდოდე, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მოგეხსენებათ მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან სამცხე-საათაბაგო მთელი სამხრეთ საქართველო გადადის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და ქართული ისტორიოგრაფია ფაქტობრივად ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა ამ თემასთან დაკავშირებით ცნობებს ვეღარ გადმოგცემს და ვრჩებით თურქული, ანუ ოსმალური იმპერიოდის წყაროების იმედად. გარკვეული პერიოდი, აი საბჭოთა პერიოდში მოგეხსენებათ ცივი ომი და რკინის ფარდა და ჟორს არ წავალ, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რომ თურქეთის არქივებში ქართველ კვლევარებს ემუშავათ ამ საკითხებთან დაკავშირებით. აი 90-იანი წლებიდან კი შეიცვალა სიტუაცია, იცით, ფაქტობრივად სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ ორ ქვეყანას შორის, პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში და სამეცნიერო სფეროშიც და განათლების სფეროშიც, რა თქმა უნდა, და გაიხსნა არქივები, სადაც უკვე მოხერხდა, ესე ვთქვათ, არა ინტენსიურად, მაგრამ ეს შესაძლებლობის ფარგლებში მაგ კუთხით, რომ გვემუშავა და საბედნიეროს მეც მომიწია 90-იან წლების ბოლოდან, რომ თითქმის ყოველ წელს მეკვლია გარკვეულად ეს საკითხები არქივებში. აი ძალიან დიდი მასალა არის, ვიცით, მილიონობით დოკუმენტია და აქედან ამორჩევა არის ძალიან რთული. მაგიტომ მინდა რომ მოვასწროთ კონკრეტული რაღაცების მოყოლა. რა წერია ბათუმზე, თქვენ ისი შესწავლოთ მოვასწარით უკვე, როგორ დავინახეთ აი ამ არქივების მასალებიდან ჩვენი რეგიონი აჭარა და სამხრეთ საქართველოს. კონკრეტულად არქივში თავმოყრილია 150 მილიონზე მეტი დოკუმენტი და მათ შორის არის საქართველოზე 100-ით თუ არა 1000 დოკუმენტი და ჩვენ გადაღებული გვაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ მათი დამუშავება და ეს გამოცემა და რაღაცას მიმოქცევა შემოტანა გარკვეულ სამუშაოს მოითხოვს და დროს მოითხოვს. ამიტომაც რაღაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ვავარჩიეთ და ახლა მივყვებით აღწერის მასალებს, რომელიც ძალიან მრავალ
ინფორმაციას გვაძლევს, აი მაგალითად 2011 წელს გამოვეცით აჭარისწყლის ხეობის ეს ცალკე სანჯაყად იყო ოსმალეთის იმპერიაში, აღწერის დოკუმენტი, ეს კი კონკრეტულად იმ პერიოდში აღწერები გაკეთებულია გადასახადების აკრეფის გამო, მაგრამ დღეს როგორც წყარო ძალიან მრავალმხრივ ინფორმაციას გვაძლევს დემოგრაფიულ სურათს, რელიგიურს, ეთნიკურს და ასე შემდეგ. აი ჩვენ სიუჟეტში მეტნაკლებად იყო, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა მაშინ ბათუმის ტერიტორია? აი ზუსტად ახლა ბათუმზე გადავიდა, ზუსტად მაგ ტიპის დოკუმენტია, აღწერის დოკუმენტია ბათუმზე, ბათუმს ვამბობთ, თუმცა კონკრეტულად ქალაქი არ იგულისხმება დღევანდელი, ბათუმის სანჯაყი იყო, სადროშო, ანუ ადმინისტრაციული ერთეული. ეს არის 1704 წლის დოკუმენტი ბათუმის აღწერის, ბათუმის სანჯაყის, რომელიც ტერიტორიულად მოიცავს აი ციხისძირის აქეთ, ჭოროხის ხეობას რო შევუყვეთ, მოიცავს ბორჩხის ტერიტორიებს, აი სოფლებია იქ კათაფხია და ღება და ესეთები და მერე მიყვება შავიზღვისპირეთს, აი უკიდურეს აღმოსავლეთ მაშინ ქალაქის ფორმა არ ჰქონდა. ქალაქის ფორმა არ ჰქონდა, ბათუმი იყო ამ დოკუმენტშიც ძალიან კარგად ჩანს 1704 წელს, რომ იყო მცირე ნავსადგური, დანიშნულება ჰქონდა როგორც ნავსადგურს, იქ იყო არის მან როგორ მოდიოდნენ აი ნაოსნობა ჭოროხის ხეობიდან შესართავზე, აი ხო მცირე მასშტაბების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ბათუმზე კონკრეტულად რო ვთქვათ, ხო კიდე არსებობს 1835 წლის დოკუმენტი, სადაც ბათუმი ისევ სოფლად მოიხსენიება, სოფელი ნავსადგური ესე ქვია. მაგრამ შემდეგში აი ყირიმის ომის შემდეგ უკვე იწყება, აქ არის მეორე დოკუმენტი, სადაც სხვადასხვა თარიღებია კი იწყება 1700-იან წლებიდან, მაგრამ არის ჩანაწერები 1860-იან წლებამდე მოდის, აი 1860-იან წლებში კარგად ჩანს, როგორ იგეგმება უკვე ბათუმის როგორც ქალაქის მშენებლობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენი ქალაქის ისტორიისთვისაც და დაინტერესებული. ბატონაზა, საინტერესო არის რა, აი ის ინფორმაციები, რაც არის არქივში დაცული, ხო? რამდენად მოდის თანხმედრაში იმ აღწერებთან, რომელიც გაგვაჩნია მაგალითად ქართულ წყაროებში. აი რელიგიის ნაწილში ძალიან საინტერესოა, პოლიტიკურ ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ისტორიკოსები, ისევე როგორც თურქი ისტორიკოსები, მაინც მეტნაკლებად სუბიექტურები იყვნენ და რაღაც პოლიტიკური გავლენები იგრძნობა აი ამ ტექსტებში. აი საარქივო მასალების, აი დოკუმენტების გაშიფრვის შედეგად აღმოჩნდა თუ არა რაღაცა ცდომილებები და მსგავსებები, აი როგორი სურათი დაინახეთ საბოლოო ჯამში თქვენ აი ამ დოკუმენტების შესწავლით. თქვენ რაზეც საუბრობთ ახლა ისტორიული ტენდენციები ცოტა მოგვიანებით შეიქმნა, მოგვიანებით გაჩნდა ამის საჭიროება თვითონ როგორც იდეოლოგიის სამსახური და ასე შემდეგ, თუმცა დოკუმენტებში ეს ნამდვილად არ იგრძნობა. ჩვენ არქივში როდესაც მუშაობთ, ზოგადად წყაროები არის ორი ტიპის, არის ნარატიული წყაროები, რომელსაც ყავს კონკრეტული ავტორი და არის დოკუმენტური მასალა. ნარატიული წყაროები მეტნაკლებად ყოველთვის ტენდენციურია, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ავტორს აქვს მისი თქვა სიმპათიები, ხო, სადღაც ტენდენციები ძალიან კარგად ჩანს თვითონ ტექსტშიც, მაგრამ დოკუმენტურ მასალაში ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ესენი არის ძირითადად ფინანსური, აი სახაზინო დოკუმენტები, სადაც აღრიცხულია ფინანსები და ამის პარალელურად გადის ძალიან ესეთი საინტერესო ინფორმაციები, ცნობები, რომლებიც უკვე რაღაც ისტორიოგრაფიაში. კი ბატონო, აი თქვენ სიუჟეტში მაგალითად თქვით, რომ გადასახადების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სხვაგვარ გადასახადს იხდიდნენ, ამიტომ ეს ნიშნავდა იმას, რომ ისინი მაინც ქრისტიანული ადათების წესების მიხედვით ცხოვრობდნენ, ხო? რა შეგვიძლია ვთქვათ ეს როცა გამუსულმანება ხდება აქტიურად მოსახლეობის, იყო თუ არა მართლა ისეთი ძალმომრეობითი, რომელიც ჩვენ ისტორიიდან ვიცით, თუ ეს უფრო რაღაცა სიტუაცია იყო შექმნილი, ისე რომ ადამიანები თავისთავად ირჩევდნენ ამ გზას, როგორ იყო ეს ნაწილი ძალიან საინტერესოა. ზოგადად ახლა იმპერიას ქართველებთან დაკავშირებით რაღაცა გამორჩეული პოლიტიკა არ ქონია, იმიტომ რომ იმპერიაში თვითონ იყო მოსახლეობა ორ ფენად, ორ კატეგორიად დაყოფილი, ეს იყო ყურანის ხალხს ეძახდნენ, ანუ მუსლიმები და არამუსლიმები. ამ შემთხვევაში ქრისტიანები და სხვა არამუსლიმები ერთ კატეგორიად გადიოდნენ. ნუ ქართველები რა თქმა უნდა, ქრისტიანობის კატეგორიაში და გადასახადებში აისახებოდა იმ სახით, რომ ესენი იხდიდნენ ანალოგიური შინაარსის გადასახადიც რო ყოფილიყო უფრო დიდი რაოდენობით არამუსლიმები და დამატებით ჯიზია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა.
პრობლემა სუფთა. იცით რა არის ეს, როდესაც შეიქმნა ეს ისტორიოგრაფია, ზალმომრეობა და არ მინდა ხზალე შორს წავიდე, იმან მისი საქმე გააკეთა თავის დროზე. ქართველი მაყურებელისთვის თუ შევაფასებია, მაგრამ ისტორიულ წყაროებში როგორ არის აღწერილი, ეს არის მნიშვნელოვანი. აი წყაროები და ნამდვილად ჩანს, რომ ეს იყო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, გაზრდილი გადასახადები, ეს არის გვიან შუა საუკუნეები და მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერს მე თანდათან ის გარემო შექმნილი არა მარტო გადასახადების რაოდენობა, იქ სოციალური უფლებებიც დიფერენცირებული იყო, ესე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული უფლებები ჩამოხდა. ამით ფაქტობრივად ამ ნაბიჯის გადადგმით ძალიან ბევრ იმას პრივილეგიას ღებულობდნენ და თაობიდან თაობამდე გარკვეულ პერიოდში ძირითადად ეს იყო. ახლა კონკრეტული შემთხვევები შეიძლება იყოს რაღაცა, მაგრამ თვითონ სახელმწიფო პოლიტიკა ვთქვათ, აი რაღაც ეს რელიგიური კუთხით ეს არ ყოფილა. პირიქით თუ რაღაცა ლოგიკას მივყვებით, გაზრდილი გადასახადი ცენტრალურ ხაზინას. მე ბატონ ამიას ვკითხე და შესაძლებელია თუ არა აი ამ კვლევის შედეგების მიხედვით რაღაც საჭირო გახდეს გადახედვა ჩვენი არსებული ისტორიის და რაღაცა ფაქტების მაგალითად. რა აი დოკუმენტების მიხედვით ეს ასე არის. აგერ ჩვენ ერთობლივ შრომებში ძალიან კახი ტაო მაგალითად აგერ მიდევს ერთ-ერთი მონოკლარჯეთი. კი ბატონო, კარგი წყარო ისტორიკოსები აი ზუსტად საარქივო მასალებზე არის დაყრდნობილი ისტორიის ნაწილის აი ოსმალური პერიოდი. რაც შეეხება სიახლეებს, გადახედვას, როგორ არის იცით, აი სიცარიელეებს ავსებს ერთი აუცილებლად. ხო, ეხლა ჯერჯერობით თქვა ინდონეზე არ არის დამუშავებული ეს დოკუმენტები, რომ რაღაც გაბმულ ისტორიაზე ვისაუბროთ, შეიძლება ფრაგმენტებად, ნაწილებად, მაგრამ თანდათანობით შეივსება და მოვა დრო და გაბმულ ისტორიაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ძალიან ბევრი სიახლეა და რაღაცა ფაქტების ჩასწორება, რა თქმა უნდა, ხდება. თუ არის საშუალება იმისა, რომ შევადაროთ სხვა წყაროს და რაღაც კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ, ეს აი აღწერის ობიექტურობაზე გაჩნდა კითხვა საერთოდ, რომ გადამოწმების ბევრი საშუალება არ არის ფაქტია, მაგრამ ამ დოკუმენტებთან მუშაობის პროცესში გაგიჩნდათ რაღაცა კითხვა, რომ შეიძლება ეს აღწერა ობიექტური არ ყოფილიყო. წერა ეხლა ფაქტობრივად კი იცით, ემსახურებოდა ცენტრალურ ხაზინას, მიდიოდა გადასახადები და კომლობრივი იყო აღწერა, თუ ვიტყვით ეხლა რაზეც არ მგონია ეს დოკუმენტური მასალა მაინც მაქსიმალურად არის რეალობასთან მიახლოებული, თუმცა აი კომლების რაოდენობაზე ცოტა შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ გადასახადების აცილების მიზნით კომლები არ იყო და აი დემოგრაფიულ სურათს შეიძლება. კი ბატონო, ბატონია, აი თურქული მხარის დაინტერესებაზეც მინდა გკითხოთ, ეს მასალები რაც ჩვენ ახლა გვიდევს და ხელთ გვაქვს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართველი ისტორიკოსებისთვის ვფიქრობ. აი თურქული მხარის დაინტერესება რამდენად არის, ეს უკვე დამუშავებული და მზამასალა თურქმა მეცნიერებაც რო ნახონ და რაღაც გაიაზრონ, გადააზრება მოხდეს ისტორიისაც იმათი მხრიდანაც. ეს ინტერესი რამდენად არის, რადგან რაღაც ეს ორმხრივი ურთიერთობების ნაწილი არის ეს შრომები. კი ბატონო, მაგრამ საქმე რაში არის, იცი, აი მასალები და ჩვენი წიგნები არის ღია. ნებრივია, ხელმისაწვდომია ყველასთვის. არსებობს ელექტრონული ვერსიები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსებული, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსებული, არსებობს წიგნები, რომელსაც ვაძლევთ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ ქართული ტექსტია, ძირითადი ტექსტი და მათთვის მეტნაკლებად მიუწვდომელია. მართალია აქვს ინგლისური რეზიუმე, საკმაოდ ვრცელი და კარგად რეზიუმირებულია წიგნი. მაგრამ ნუ რა გითხრათ რა, ესეთი რომ ახლა ვინმე ძალიან დიდი დაინტერესება იყო. აქვე დავამატოთ, რომ მე წინასწარ ბევრი რამ ვიცი ამ ნაშრომების შესახებ და მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ამ ნაშრომების ერთ-ერთი ისეთი სიძვირფასე ისიც არის, რომ ისე არის დაშიფრული, რომ დაინტერესებულ პირს შეიძლება რომ არქივში ზუსტად იცოდეს უკვე სად დევს ეს მასალა და როგორ მოძებნოს, ხო? კატალოგზეა საუბარი, მანამდე ვიტყვი, რომ აი რაც ინტერესის, ვთქვათ, სფეროს რაც შეეხება, ერთ-ერთი არის თურქეთის ქართული დიასპორა. საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებიც ენის პრობლემაც მეტნაკლებად არ აქვს და იმ ხალხს ძალიან აგება საკუთარი ისტორიის მეცნიერული ტექსტი წაიკითხონ, ეს აკადემიური ტექსტი ძალიან ცოტა ესეთი. კი ბატონო, თვითონ კითხვა მინდა რომ მოვასწრო, ბატონმა მე თქვენ მინდა კითხოთ, ანუ შესაძლებელია თუ არა აი ამ რთული ტექსტების რაღაცა ცოტა ისე პოპულარულ ენაზე გაკეთება, ისე რომ რიგითი მაყურებლებისთვისა დაინტერესებული პირებისთვისაც აინტერესებს ისტორიის ეს ნაწილი, რომ გასაგები იყოს რაღაცა ერთიანი სურათის დანახვა და რა იქნება მომდენო, ამაზე მინდა რომ ბატონ ზადას ვკითხო, ვიცი რომ ძალიან საინტერესო იდეები გაქვთ გამზადებული რუსთაველის ფონდთან წარსადგენად. ბატონმა მე თქვენ გადავიწყოთ. დავიწყებთ იმით, რომ
ერთი არის აკადემიური ტექსტები შავშეთიზე, ტაოზე, კლარჯეთზე, ახლა სპეცზე ვმუშაობთ, მეორე არის ჩემი წიგნები, პირადად ჩემი წიგნები, შავშური ჩანაწერები, კლარჯული ჩანაწერები, ტაოური ჩანაწერები და მუჰაჯირთა შთამომავლებთან. აი პოპულარული ენით მოუთხრობ კითხვებს რა ვნახეთ ამ ქვეყნებში, მუჰაჯირთა დასახლებებში, რაგან ვიცადეთ და ყველაფერი მას რაც ჩვენ აქ ვნახეთ. ჩვეულებრივი მკითხველისათვის, არა აკადემიური გარემოსათვის, ალბათ ეს წიგნები გაცილებით უფრო ის არის მისაღები არის და საინტერესოც და ემოციური. ხო, ემოციურიც არის. აი შევეცადეთ რომ ყველა ის ემოცია გადმომეცა, რაც დამეუფლა დაუშვა ჩავშეცი, რაც დამეუფლა კლარჯეთში. თუმცა რეალურად იმ დასახლებებში მისვლა აბსოლუტურად სხვა ემოცია არის კიდევ. ბუნებრივია. აი იმ ემოციას, პირველად ემოციას, რაც იმ დასახლებაში მისვლას ახლავს თან, იმ დასახლებასთან შეხვედრას ახლავს თან, თავისი პერიპეტიებით, თავისი ყველაფრით, რა თქმა უნდა, იმას ვერაფერი ერთერთი წიგნი ვერ შეცვლის და ვერც ფილმი ვერ შეცვლის იმას. კი ბატონო, თუმცა ამ წიგნებს თუ წაიკითხავთ და მე წახვალთ აბსოლუტურად სხვანაირად ინფორმირებულები იქნებით და საინტერესოც იქნება. ბატონო ზაზა, მოკლედ უნდა გითხრათ რა იქნება თქვენი მომდევნო. არ მინდა რომ რატომ აარჩიეთ ეს თემა, რატო ფიქრობთ რომ საინტერესო იქნება? გეტყვით უბრალოდ ერთი ხაზგასმა მინდა ერთ საკითხზე რომ ეს მონოგრაფიები რაც შესრულდა არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით უმრავლესობა და ამ მიმართულებით ძალიან გრძნობთ მხარდაჭერას და სხვანაირად ალბათ ვერც განხორციელდებოდა. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტებს, სხვა ახლა ჩვენ ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ამ მუშაობის მოცულობის ფარგლებში, რაღაც გარკვეული ტიპის დოკუმენტებს ვთარგმნით, ვაქვეყნებთ, ვცდილობთ რომ მოგცევა შემოვიტანოთ, მაგრამ ერთი ცალკე მიმართულება ავირჩიეთ, რომ კატალოგი რეზიუმირებული კატალოგი გაგვეკეთებინა თვითონ არქივებისა, ეს ერთი ნაწილი გავაკეთეთ აგერ ეს არის პირველი ტომი ორ წიგნად, პირველი წიგნი აქ არის და მეორევად წამოვიღეთ და გრძელდება ამაზე მუშაობა, თვითონ არქივში 35 ფონდია თავისი ქვეფონდებით და 7 ფონდის დამუშავება მოხერხდა და ფაქტობრივად მითითებულია თარიღი, მითითებულია მდებარეობა და შიფრი კონკრეტული, სადაც გარკვეული ციკლი და ესეთი რო გამარტივდეს თქვათ მომავალში ინფორმაცია მუშაობა. ბატონო, მოკლედ მითხარით, რაზე იმუშავებთ, იმიტომ რომ ახლა არის ახლა ველოდებით მომავალში ალბათ იმედია რომ დავფინანსდებით, ეს არის კონკრეტულად გეტყვით, ეს არის სულთნის რესკრიპტები, ანუ მიმოწერა სულთნის კარნახით შემდგენილი წერილები, რომელიც შეეხება მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის იმერეთის სამეფოს დასავლეთ საქართველოს ზოგადად და ეს არის სოლომონ პირველი, სოლომონ მეორეს და აი ამ პერიოდის მიმოწერა ქართველ მეფე-მთავრებთან და შინაარსზე მოგვიანებით მოგახსენებთ ჩვენ. კი ბატონო, აშკარად ძალიან საინტერესო ამბები გვეოდობა წინ და თქვენს მუშაობის პროცესში ალბათ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ეს თემა 10 წლის განმავლობაში რაც ისრობეთ ბუნებრივია, ვერ ჩავატევდით ამ მცირე დროში. 10 არა 25. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას უსურვებთ თქვენს პროექტებს. მე